ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის კაერთის წესებით საქართველოში პირველად გაიმართება. სპორტის სასახლეში ახლა ამ კონსტრუქციას შოუსთვის აწყობენ. კიკბოქსში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, სპორტსმენი გიგა ჭიკაძე მორიგი გამარჯვების მოპოვებას უკვე სამშობლოში შეეცდება. მზადება მიმდინარეობს, როგორც ხედავთ, რინგი, სცენა, პოდიუმი, ყველაფერი უკვე პროცესშია. აქ იქნება, ასე ვთქვათ, მოქმედება მთავარი, ეს ღონისძიება არის დატვირთული შოუთი. უამრავ სურპრიზს ვთავაზობთ აქ მოსულ ადამიანებს, რომლებიც მე ვთვლი, რომ ყველანი უნდა გავხდეთ ამ ისტორიული ფაქტის მონაწილენი, რომ ჩვენი სპორტსმენი, ასე ვთქვათ, ქართველი გიგა ჭიკაძე გახდეს მსოფლიო ჩემპიონი. გიგას მწვრთნელი ფრანსუა ლუბერცი სამუშაო პროცესში თავადაც ჩაერთო. იქამდე სანამ საქართველოში ჩამოვიდოდნენ, ორთაბრძოლისთვის გიგას ჰოლანდიაში ავარჯიშებდა. ამბობს, რომ მოწინააღმდეგე იაპონელი სპორტსმენი ნაოკი სამუკავა საკმაოდ ძლიერი კონკურენტია, ამიტომ შეჯიბრისთვის სათანადოდ მოემზადნენ. ნაოკი სამუკავა ძლიერი სპორტსმენია, ამიტომ ვარჯიშები სპეციალურად ჩვენი მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით დავგვეგმეთ. გიგამ ძალიან ბევრი იშრომა და კარგ ფორმაშია, ამიტომ მე არ უღელავ და კარგი წინათგრძნობა მაქვს. ორთაბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ფრანსუა ლუბერსმა თავისი გამოცდილება ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებსაც გაუზიარა და მათ მასტერკლასი ჩაუტარა. მთავარ შოუმდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა. 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ერთმანეთს გიგა ჭიკაძე და ნაოკი სამუკავა დაუპირისპირდებიან.